პირველად YouTube აუქციონის ისტორიაში ჩემს ჩაქურს, იჯაქსა და სათვალესთან ერთად ყველაზე ღირსეულ და გამორჩეულ წამყვანს ბარტონ ქოროს გადავწევ. მე კი თისთან, აჩისთან, კალასა და ბასტოსთან ერთად მოთამაშების ამპლუაში გადავინაცვლებ და საკუთარ ინტუიციასა და აზარს გამოვხდი. ვნახოთ, ისერგება საუკეთესო ლოტები. ვინ გადაიხდის ზედმეტს და რაც თავარია, შევძლებ თუ არა ჩემივე თამაში გამარჯვებას. მოგესალმებით, მეგობრებო, მე ამ გადაცემის ახალი წამყვანი ვარ, გელა ლაშაშვილი, ალბათ მიცნობთ. ამ გადაცემას უკვე ეყოლება კარგი წამყვანი, მაგარი წამყვანი, ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და სპონსორებო. ნახეთ, არავის არ ვაცხადებ. შეიძლება ესე? ლაშა გელაშვილი. მოდი, Gmail-ზე მიწერეთ. აღწერაშია მითითებული. Gmail. ეხლა კი მეგობრებო, როგორც იცით, აუქციონზე არის ხოლმე დირკები. ეს დირკები ან გვექნება, ან არ გვექნება. ან შეიძლება სულ დირკები გქონდეს, იმიტომ რომ ძალიან უყვარს დირკები. ბატონო, ხელი რომ მოისვათ თუ შეიძლება. კი ბატონო. მე აუცილებლად დამჭირდება ჩემი ტელეფონი, სადაც ამ ლოტების აღწერას წაგიკითხავთ. მე სხვათა შორის მაგ ტექსტებს ზეპირად ვამბობდი ქორო. არ მჯერა. არ გჯერა? არა. კარგი. გადავიდეთ პირველ ლოტზე. პირველი ლოტი, მეგობრებო. ეს ლოტი მათთვისაა, ვინც ვერ იტანს ქაოსს და აფასებს სრულყოფილ სისუფთავეს. წარმოიდგინეთ სტადიონი მატჩის შემდეგ, ათასობით დაყრილი ჭიქა, ქაღალდი და მტვერი. წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფერს ერთი რობოტი აგვარებს. ეს არის 200 კილოგრამიანი ინტელექტუალური მანქანა. მას შეუძლია ერთ ღამეში მთელი სტადიონის ტერიტორია ისე დააპრიალოს, რომ დილით იქიდან ჭამა შეგეძლოთ. აი, 100 ლარს მე თუ შევა დავაფიქსირებ. შემდეგ ფოტოსაც გაჩვენებთ. მე 200. 200-ით დაიწყო ეგრევე. მე მარტო ვცხოვრობ, მე მჭირდება სახში რომ ყავს. ეს გის $30 მაგას კეთხვით. ამის ფასს რომ გაიგებთ, მე რეინჯსაც დაახლოებით მიხვდები. როგორ ვერ გავრისკო? მიხვდები. როგორ გავრისკო ამის შეძენა? მოდი 300 თქვი. 300 მიღებულია. სტადიონის დაალაგებაზე იყო საუბარი და რა სტადიონი? ფეხბურთის სტადიონი. მინი სტადიონის. არა, მინი სტადიონის არა. ბერნაბეუ. აი ალიანს არენაზე უფრო შეიძლება, იმიტომ რომ ვემბლიზე 90,000 ადამიანი ეტევა და ალიანს არენაზე შემიძლია სახლში მტვერს ასუთად რომ გამოიყო, სტადიონი არ. შეგიძლია, მაგრამ ცოდო. მაშინ 500 ლარი. 500 ერთი. ცუდი ლოტია. აი 500 ვაჟა. ეგრე ჩაგიწევ. არა, 500 ერთი. ვიღაცამაც. 500 2 და 500 3. გაყიდულია. ერთი წუთით. ვაჟა რა ფასი იძახდა? $30,000. მაგრამ ეგრე ბევრია. ზოგადად 500 ლარად ცუდი შენაძენი არ არის. 500 ლარად არაფერი არ არის ცუდი შენაძენი ამ გადაცემაში. ლაშა. შემდეგი ლოტი მათთვისაა, ვინც მასშტაბურად აზროვნებს. ბევრს გონია, რომ სიმდიდრე მხოლოდ ოქროსა და ალმასებშია, მაგრამ როდესაც ზამთარი მოდის და ქვეყანა ყინვისგან პარალიზებულია, ყველაზე ძვირფასი რესურსი ხდება ის, რასაც მე ახლა წარმოგიდგენ. თქვენს წინაშეა 100 ტონა უმაღლესი ხარისხის საგზაო მარილი. 4 უზარმაზარი კალკულატორში გამოვთვალე რაღაც. ლაშა, რასაკეთებ? ტელეფონს დავინახავ და 1500 ლარად რა ლოტიც იქნება, მიგაქვთ ეგრევე. აი, მოდი ისმაო. 4 უზარმაზარი სატვირთო მანქანა, რომლებიც პირამდეა შევსებული ამ თეთრი ოქროთი. რა უნდა ღირდეს 1 კილო მარილი? აიღე 60 თეთრი. თუ გინახავს 100 ლარი. 300 ლარს იხდის გევორგ კალატოზე. მოდი მე 600 ლარს გადავიხ. აბა 600 ლარის. რამდენი გამოდის? $40,000 გამოდის წესით. კი, ამას მაქვს ვიდეო გაკეთებული და ეს ღირს 600 ლარი არის ბოლო ბიდი. გიჟივა. მაგრამ არ იხდის 700 ლარს, ცოტა უცნაური. 600 ლარი არის ბოლო ბიდი და ეხლა დავიწყებთ ათლა. გადაიღადე 700 ლარს. 700 არა, 600 მიხდი მეც. 600 შეც 600 ვერ გადაიხდი. ხმამიცა ჩვენ სამათო რა. აუ, შენ ბიჭო, ნუ ხარ ისმათი. 700 მიიღო თორნიკე ანდრიაძემ ვაჟა გოგუასგან. 700 ლარი 1, 700 ლარი 2 და 700 ლარი 3. ეს რა ბიჭო, ამას რომ ვაკეთებ ესე არ ნიშნავს. გაყიდულია. შენ რომ მოატრიალეთ. ვაჟა, აი ეს 700-ად შეიძინა. აი, კარგია. ვაჟა. უფრო ნაკლია. დაჯექი. სწორად გამოთვალა ლარი შემთხვევაშიო 40000 ჯდებაო და გაგეყო და $20000. ვაჟა, გილოცავ ამ შენაძეს. ლაშა, რამდენად შეიძინა შენ 29500-იანი? 500 ლარად. ვაჟა, შენ 22000-იანი 700. გინდა ნაპორი შემოგარწმუნდა. კარგი დაბადება. ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ლოტი. 100 ლარი 200. 100 ლარი მიღებული მაქვს წინასწარ და 200 აჩისგან.
დახუჭეთ თვალები. დავხუჭე. და წარმოიდგინეთ ბავშვობის სუნი, ბამბის ნაყინი, ჯადოსნური განათება და არენის მტვერი. ეხლა კი გაახილეთ თვალები, რადგან ეს ყველაფერი შეიძლება თქვენი გახდეს. ცირკის არავინ. მე შაპიტოს ხუთი მიგივს. პროფესიონალურ საცირკო კარავს, რომელიც 200 ადამიანის მისაღებადაა შექმნილი. ეს არის ნამდვილი საინჟინრო შედევრი. მასშტაბი 200 მაყურებელი. ეს არის იდეალური ზომა ექსკლუზიური შოუებისთვის, სადაც ყველა სტუმარი პირველ რიგში ზის. მე მინდა ხაზი გაუსვარო, ჩემი 100 ლარის, მე 200 თქვა ამ ადამიანს. 200 ხო თქვი? 100 ტონა მარილი მაქვს, კაროჩე და მოგცემ. გამიცვლი? გაგიცვლი ეგრევე. ბაჟა, ნახე ამ ცირკში შეგიძლია ნახე ხელები აწიებ. 300 რა სკამავთ ტიპს შეჩემა მოიყვანეთ და ისა სკამავ თუ რა ეხმარებ ჯოზიც ეხმარებოდა წეღან მაგრამ შეერჩა მარილი შეჩემა ერთი წამი რა გონია რა ფასიანი რაღაცები იქნება მართლა მაინტერესებს 29-იანი და 20 ღირ ძმა თავის ჩამოტანინა ძმა მაქსიმუმ 18000 ლარი ერთი წამია წამყვანი აი აუქციონს ეუნება ხელები აწიეო და 300 აი ხა ეს გიორგი ნორმალურია აბა გიორგი შემიძლია შევცვალო და აი ხა რა მოდგომარეობაში გექნება ჩაგითვალო ბიდად მოდი ფერსუ იტლიკინებ 200 ლარი ერთი 200 ლარი ორი 300 მე ავწიე ჯერ პირველი აიწია თიმ ხო 300 აიწია თიმ პირველმა 300 ლარი ერთი ოზი რაღაცა 400 ლაშას უკვე აქვს ერთი ლოტი ამიტომ მობილიზდით 400 ლარი ერთი არა ამაში 500 ვერ გადავიხდი ხა 100 400 ლარი ორი და 400 ლარი 3 უეჭველი დირგა გაყიდულია ეხლა რომ ძალიან ძვირი გიქეს ეს კი ბატონო ხატო 500 ვიცი 15000 იყიდა 15000 საიდან ხედავები ეს რა არის ენას თუ ჩაიკმინდელ შემდეგი ლოტი მათთვისაა ვინც ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყურება. წარმოიდგინეთ პირადი მაღალ ტექნოლოგიური მიწისქვეშა ბუნკერი კაფსულა. ეს არ არის უბრალოდ რკინის ხუთი. ეს არის თქვენი გეგმა B. B უწერია ზუსტად BE, ესე ვიწოდე. თქვენი პირადი თავშესაფარი ნებისმიერი კატასტროფის დროს, ან ძაღლის სტროფის დროს. სამხედრო დონის ფოლადის კონსტრუქცია, რომელიც მიწისქვეშ 3 მეტრის სიმაღლეზე თავსდება და უძლებს ყველაფერს. ქარიშხლიდან დაწყებული, რადიაციული საფრთხით დამთავრებული. 100 ლარი 200 100 200 300 400 500 600 ძალიან საინტერესოა დააკვირდით რამ ხელაა 700 12 კვადრატული ამაში ცხოვრობდი 3 თვე მეგობრებო 700 არის კალასგან მიღებული და გაითვალისწინეთ რომ 200 კაცზე გათვლილი ცირკის ტენტი იყო და ეს არის ხო და ეგ ცირკის ტენტი რომ დაუბერავს ეს კატაკლიზმები თუ რაღაცები რო თქვი გიორგი ვინი უნდა გქონდეს ამინდები უნდა შეამოწმო ბატონო წამყვანო 701 არ არის ფურცელია 702 800 ოპა 800 ეხა ცოტა ხანს გასდით აბა სხვა ფოტოს გვაჩვენე ცუდი არ არის ხელი ბაითი ყოფილა ატა 900 ვაგერ აი დი რას მიკეთებ მე და ჩემი შვილებისთვის 900 თი 12 კვადრატია ძალიან პატარა გელორგ ნორიო გავაქტიურდეთ ამის წაღება შეიძლება რომ მე სამოგზაურო ნორიოში შეგიძლია ჩადო ეს და გასტრიმო 1000 გიორგი კალატოზე აუ ძალიან არ და მინდა მომწონს თუ გაქვთ ნანახი ფუ პოდკასტის მე მგონი ეპიზოდი מחარას აქვს ნათქვამი რა დაჯდა გიორგი კალატოზის აბაზანაკი არა და ბასეინი აბაზანა და აუზი მეც უმეშლება ერთმანეთში მართალი ხარ დუშკაბინა და აუზი 1000 ლარი ერთი 1000 არა გამანებე ბიჭო ხელი რა მიწევია მეგობრებო 1000 ლარი ერთი 1000 ლარი ორი და 1000 ლარი სამი გაყიდულია ეს მიდის ხის სახლში ფას გეტყვი თუ გინდა მითხარი 75000 ღირს ეს მეღადავები და არაწიე არა ბაჟა აქამდე რა ფასებიც თქვი შენი აზრით შორს იყავი რომელიმეს გა არა და რატო არაწიე თუ იცი რომ 60000 იგი ბიჭო კალა მეწოდება კალას ევასება საფრთხე 32000 ნორმალოკ ლაშამ 500 ლარად შეიძინა შენზე სულ რაღაც 2500-ით ნაკლები ამიტომ მიბაძე ლაშას გამოიწერე ლაშას ერხი შემდეგი ლოტი არის პორტალი პირდაპირ ნიუ-იორკის შუაგულში იქ სადაც სინათლე არასოდეს ქრება წარმოიდგინეთ ერთკვირიანი სარეკლამო სივრცე Times Square-ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ციფრულ ბილბორდზე ყოველდღიურად ამ ადგილას 340000-ზე მეტი ადამიანი გადის ქარჩობჯის რეკლამას გავუშვები რომელიც ჩემი პირადი საიტია შეგიძლიათ შემოხვიდეთ და იყიდოთ ამერიკული დასტები და მათ შორის ფოკუსებიც 500 ლარი
500 ლარი მიღებულია. 1100 ლარი ვაჟას. 1100 ლარი ვაჟა. ბიჭო ძალიან ძვირი იქნება. ძალიან ძვირი უნდა იყოს. ეს ხო. კაროჩე, თუ ძვირი არ არის და ხრელია, მანდ დავდებ ჩემ ბავშვობის ფოტოებს გავუშვი. ნახე, ხო წავიკითხე ყველაფერი. ძალიან ძვირი უნდა იყოს ესეთ. და აბა რა გინდა? ბიჭო, მე მაგ 100 ტონა მარილი, კაროჩე. ხო და გავყიდო და აგერ იქ გავუშვებ. ყველაზე ძენს კი 100 ტონა მარილი მეთქი ბავშვი. 1101 1200 1201 1300 გაგიხსნა. 1202 1200 არა, იყო, მანამდე იყო. ოზი. არ იყო ხო? შენ ძმობას მიცავარ ხელი იყო აწევა. 1201 1202 და 1203. რატო აღარ აწიე ვაჟა? არ ვიცი. არა, რა გინდა ნორმალური ფაზა. ბიჭო, რა შემოვყენეს ეს? ნახე, ბიჭო, 2 ტონა თუ რამდენი. 400 ლარად ვიყიდე თუ ცირკი ვიყიდე. ვაჟა, რატო აღარ აწიე? ბიჭო, ძღლი სუნი მეწაწოდა. შემდეგი ლოტი არის შესაძლებლობა, რომელსაც ბევრისთვის მხოლოდ ოცნების სახე აქვს. ერთწლიანი სწავლა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე. სახელი, რომელიც საუკუნეებია ინტელექტის პრესტიჟის და ელიტური განათლების სია. ეს არ არის უბრალოდ სასწავლო კურსი, ეს არის გამოცდილება, სტატუსი და შანსი, რომ შენი მომავალი სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანო. შესაძლებლობა, რომელიც შეცვლის შენს ცხოვრებას. უნივერსიტეტში სწავლა რა ღირს თქვენი აზრით? ბიჭო, იგი კავკასიის უნივერსიტეტზე ძვირი არ იქნება წესი. 40000 ფუნტი. ეს რეალურად არ არის სათამაშო ლოტი, მაგიტომაც გვანახა პირდაპირ ჩვენმა ქორომ და მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მილიონობით ადამიანის ოცნება და ამ მილიონობის ადამიანისგან ერთეულებს ეძლევათ მხოლოდ ოცნების რეალობა და ახდენა. და ესეთი ერთ-ერთი ადამიანი არის ჩემი გამომწერი, მარიამ სუხიტაშვილი. ამ ადამიანს არ ვიცნობ, მაგრამ დამიკავშირდა და პირველ რიგში მინდა რომ მიულოცო ამ ხელა წარმატების გზაზე დგას. არის ადამიანი, რომელიც 15 წლიდან მუშაობს, აქვს ოქროს მედალზე დამთავრებული სკოლა, 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა თავისუფალ უნივერსიტეტში და ახლა იგი ჩაირიცხა მიიღეს კემბრიჯის უნივერსიტეტში, მაგრამ პრობლემა აქვს ხვდებით რამ ხელთან ხაზია საუბარი, არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა. მარიამ, ჩემგან 100 ტონა. ვასალარი დამჩამე თუ რამეში გამოგადგება. ხო, ერთადერთი რაც მითხრა, ხო ოჯახს არ აქვს ფინანსური სახსრები, მაგრამ მისმა ბებიამ შეძლო და 2500 ფუნტი აქვს მხოლოდ მოგროვებული, ამიტომ W ბებია. კომპანიებისთვის რა, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ გახდეთ უბრალოდ იმ ისტორიის დიდი ნაწილი და არა მხოლოდ ნაბიჯი გადადგათ განათლების მხარდასაჭერად, იქნება ვიდეოს აღწერაში ამ ადამიანის საკონტაქტო, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და დაუჭიროთ როგორც განათლებას მხარი, ასევე ასოცირდებოდეთ კემბრიჯის უნივერსიტეტთან. უსურვებ მარიამს წარმატებას. მე წავიღებ ჩემ არხზე ამ იდეას და მეც ძალიან მიხარია და მადლობა ძმაო. მარიამს მეძახიან მოფერებით. შავი ხუთი 300 ლარი არ ერთი წუთი 300 ლარი. რაღაც საინტერესო იდეა. 300 ლარი მიღებული მაქვს. შავი ყუთი იცოდით, რომ ესეთი ფერის იყო? თქვენს წინაშეა ნივთი, რომლის ნახვაც არავის უნდა, მაგრამ რომლის ფლობაზეც ყველა ოცნებობს. ეს არის ნამდვილი თვითმფრინავის შავი ყუთი. ეს არ არის სათამაშო. ეს არის მოწყობილობა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ გადაურჩეს ყველაფერს. ეს არის ავიაციის ტვინი, რომელსაც მთელი მსოფლიოს სპეცსამსახურები ეძებენ. კატასტროფის შემდეგ. რომელი ავიაკატასტროფიდან არის, რო შევიძინო? ეს არის ლეხ კაჩინსკის და 400 ლარი. გებორგ კალატოს დასაკარგი არაფერი აქვს. 500. არა, 500. არა, ეს ძალიან იაფი უნდა ღირდეს, არ უნდა ღირდეს. რა უნდა ღირდეს აი? ამას აი, ნებისმიერი ჩამოუვარდნელი. საფი ელიავაზე კი, ძმაო, გეგას ვეთქვი, გიგის ყუბო, ვინც ააწყო, ამას დედას უწირებს ააწყობს. მე ამაზე ვიდეომა გაკეთებული და ჩეთერობა არ არის, რომ ზუსტად ვიცი რა ღირს. შენ ყველაფერზე ვიდეო რატო გაქვს გაკეთებული? ანუ ეგეთი. მაგდენი ვიდეო არხზე არ გიდევს ჯერ. 500 ლარი 1, 500 ლარი 2 და 500 ლარი 3. გილოცავ ლაშა. არ გამომივიდა 600 ლარი. არ დირკა მომიეგა. არ ჩამოგართ, მე ხელს ამე არ დავინახავ. აჰა, ჩამოგართ. გილოცავ. დირკა. ლაშა მარტივად დასრულდა დღევანდელი გადაცემა. What? ეს ხო, ბიჭო, ძალიან იაფი და ყოფილიყო. აუ, 1100 გრადუსს უძლებს და ის. შემდეგი ლოტი არის გასაღების სამყაროში, სადაც მხოლოდ რჩეულები ხვდებიან. ერთწლიანი
VIP აბონემენტი ფორმულა 1-ის ნებისმიერ რბოლაზე. ლეგენდარული Paddock Club. დაინახავთ როგორ იცვლება საბურავები 2 წამში თქვენს თვალწინ. თქვენ შეხვდებით Lewis Hamilton-ს, Max Verstappen-ს და ლეგენდარულ მრბოლელებს Pit Lane-ზე სეირნობისას. საუკეთესო შემზარეულების კერძები და შამპანიური, რომელიც არასოდეს წავდება. 1000. Monster Bidia! სტუდიაში 1000 ლარი დააფიქსირა ვაჟა ბასტო გოგუა. 1200. 1400. აი მოდი 1500. 1500 ვაჟა ბასტო გოგუა. კაროჩე $40000 ღირს ოიცოდე. $40000 რო ღირს 1500 ლარი მიიღირს. 1500 ერთი, მაქსიმუმ 2 ვიყიდო, იმიტომ რომ ფული აღარ რჩება. 1500 2 და 1500 3. წარმოდგენა არ მაქვს, არასდროს არ მიყურებია ფორმულა 1. არც ვერ. $500-საც არ გადავიხდიდი ამ მაგრამ ძალიან ყველაფერში. და ვაჟა, $500, $100 საკმაოდ შორს არის ამ ყველაფრისგან, იმიტომ 43500. ვაჟა, საჩაღრი მარელს უკვე იცი ზემოდან მანქანები რო იქნებიან. გადააყრი შენს ასტონა მარილს. რადგან მე მეგობრო მაქვს 3 ლოტი და აქეთ ჩემს გვერდზე მჭდომ ერთს ადამიანს არ აქვს, აი რენდომად მოგცემ და გაჩუქებ რა ფასს არ უნდა მოვიდეს, ეს იყოს ჩემი ლოტი. არ შეიძლება. დაგინდა რომ 150 800-იანი. შემდეგი ლოტი მათთვისაა, ვისაც ცა ყოველთვის იზიდავდა. მაგრამ მიწაზე დარჩენა მოუწია. წარმოგიდგენთ პროფესიონალურ საავიაციო სიმულატორს, ვერტმფრენის სრულყოფილ კაბინას. ეს არ არის ვიდეო თამაში და არც უბრალო ჯოისტიკი. ეს არის სერტიფიცირებული ტექნოლოგიური კომპლექსი, რომელზეც ნამდვილი პილოტები გადიან წვრთნას, სანამ რეალურ შტურვალს მიუჯდებიან. 400 ლარი. $14400 იღებს რო იცოდა. ეს ეხა რაღაც მოიმატა ეხლა. ვაშა, 400 ლარი ერთი, 500. 500 ლარი. 500 ლარი საინტერესოა უკვე. არა, მეც მე რა გადავე. კარგი, 500 ლარი ერთი. მართლა ვისაც კიდაც რომ $19,000 რაღაც შეიძლება. ეხლა 19. მეგობრებო, თიმა იცი. ვაშა, რამდენი დაგჭა? თი აიწიე? კი. დავინახე აშკარად. 600 ლარი. აი, 600 ლარი. 600 ლარი ერთი, 600 ლარი ორი, 700 ლარი. ჯერ თიმაცია. თი, 700 აწია, ხო? 700 ლარი აჩი ერთი, 700 ლარი აჩი ორი და 700 ლარი აჩი. ერთი წამით? გადი რა. 3 აჩი შეიძინა. ანუ ჭკვიანურად დაელოდა ჩემი აზრით აქამდე და აჩი წამოეწია. რა ძვირი ღირებულა. 35. შევჭამუცბათ რაღაცას. ჯიმაილი ქვემოთ. ოი, არაფერი არ მაქვს საჭმელად. არ და პირ ჩაიტყბარუნებდა კაცი. ჯიმეილი აღწერაში. შემდეგი ლოტი არ არის უბრალო ნივთი. ეს არის სტატუსი, ძალაუფლება და ველური ბუნების სრულყოფილება. წარმოგიდგენთ ცოცხალ ლეგენდას, გაწვრთნილ სანადირო შევარდენს. ეს ფრინველი დედამიწაზე ყველაზე სწრაფი არსებაა. ნადირობისას მისი სისწრაფე 320 კმ/სთ აჭარბებს. წარმოიდგინეთ თქვენს ხელზე ზის არსება, რომელიც უფრო სწრაფია ვიდრე ფორმულა 1-ის ბოლიდი. 100 ლარი თუ შეიძლება. შეიძლება. 200 ლარი ჩემგან. მე მიყვარ შევარდნები. მეორე ფოტოც გვაქვს. აი, მაშინ 300. 300 მიღებულია ლაშა. მეგობრებო, მართლა $18,000 იღებს რო იცოდა. 300 ლარი ერთი, 300 ლარი ძალიან იაფია. 300 ლარი ორი, 400 ლარი ერთი, 400 ლარი ორი და 400 ლარი 500. 500 ძალიან საინტერესოა. 500 ლარი ერთი, 500 ლარი ორი და 500 ლარი აწიე. ოპა, 600. თი, 600 ლარი ერთი, 600 ლარი ორი და 600 ლარი 700 ლარი. რა იყო გაქვს მაგდენი ანუ დარჩენილი? წესით უნდა ღირდეს ძალიან იაფე რა და ანუ მგონია რომ ანუ ჩემი აზრით დარჩენილი არ გაქვს მაგდენი ფული. ლაშა, 700 ლარი ერთი, 700 ლარი ორი და 700 ლარი მე სულ $700 მაქვს. 3. გაყიდულია. $25,000. $25,000 თუ ღირს 25000 გავყოფთ 2-ზე. არა ხო ცოტას კიდე მოვაკლებთ და მივიღეთ. ეხა უხდები ბასტო რატო დაარტყია ეს რაღაცა ძის.
ეხლა ჩვენ მივუახლოვდით ხელოვნების ისტორიის ყველაზე სკანდალურ და დაუჯერებელ ლოდს. თქვენს წინაშე აბსოლუტური არაფერი. ეს არის იტალიელი გენიოსის სალვატორე გარაუს უხილავი ქანდაკება. ხატვარი ამბობს, რომ ეს ნამუშევარი შექმნილია არა მარმარილოსგან, არა ლითონისგან, არამედ ჰაერისგან, სულისა და ენერგიისგან. თქვენ არ ყიდულობთ ნივთს, რომელსაც მტვერი დაედება, თქვენ ყიდულობთ იდეას. იცი ამ ნივთის შესახებ გაგებული მე გქონდა? ამაზე ვიდეომა გაკეთებული და ანუ ძვირი ღირს რა რო იცი. მეორე ფოტოც გვაჩვენე. ყიდულობთ. მეორე ფოტოთან საინტერესო იქნება. სხვა რაკურსიც გააქვთ? ატარა ყოფილი. რა მაგარი კაცია ბიჭო. რამდენი წამო ფული რომ ვიშაო და ამან მე რავი რაში შეულობს. მოკლედ მე მაგკითხვა. ეს გაიყიდულა ეს ნევდი? კი. 100 ლარი გიორგი კალატოვს. დებს, ხო? 200 ლარი. 300 ლარი არაფერში. 300 ლარი აჩი. 400 ლარი გევორქი. კაროჩე 800 ხომ აქ? 800 არ გაქვს 700 გაქვს. 500 ვაჟა. 600 გევორქი. 700 რა. 700 ვაჟა. პარემ 800 გადა 800 ვეთქვი. ბეჭველი ანუ ზუსტად ვიცი. 100 ლარს ხوار იტოვებ რა დგინას ლარი. მე-11 ლოტია? ანუ დირკა უწევს. 700 ლარი 1. 700 ლარი 2. 800. აუ კარგი რა. ვაჟა 800 ხო ვეღარ იტყვი, ფიზიკურად ვერ იტყვი 800. 800 და ზემოდან მარილი. მოაყარე გემრი. 800 ლარი 1 აჩი, 800 ლარი 2 აჩი და 800 ლარი 3. მოიჭველი ბძვირი. გაყიდულია. აი, პირდაპირ მოგცემ, შენი იყოს. მადლობა. თიაკ დავდებ ხوار აი შეგაწოდოს. დამადე. უნძიმეა ცოტა. 800 ლარად შეიძინებ და ნიჩიო რა. 18000. რატო არ თქვი 800 ლარი? 18000 არ თქვი შენ? თი. ჰაუ? ვერც ერთი ბანკომატიდან ვერ გამოიტან ამ 3000 მინდა შეგახსენო. აი ვიცი. აი? წარმოიდგინეთ პერსონალური რობოტი მზარეული, ხელოვნური ინტელექტით მართული სისტემა, რომელიც აღჭურვილია რობოტიზირებული ხელებით. ის ზუსტად იმეორებს მსოფლიოს საუკეთესო შეფ მზარეულების მოძრაობებს. 5000-ზე მეტი რეცეპტი, იტალიური პასტიდან დაწყებული იაპონური სუშით დამთავრებული, მას შეუძლია მოგიმზადოთ ყველაფერი, რაც კი ოდესმე დაგიგემოვნებიათ. 100 ლარი მიღებულია. 200 ლარი მიღებულია. 500. შენ ვიდეო რო გადაიღე? მაგ ამას და მაგ დროს ხირდა 28000 დოლარი რო იცოდეთ ეს. გვაქვს სხვა ფოტოც? Oh shit. გამწოვი არის მგონი თანამედროვე ხელებიანი. ვაჟა, ტექსტი რაც წავიკითხე, მოусმინე? ზემოთ ჭერი მან ინტერესებს აზიარ და 600-ო. მოდი, ეგ ხელები გააჩერე მაშინ. 600 ლარი მიღებულია. 700. აუ ეს არ დაწვა. 700 ლარი 1, 700 ლარი 2 და 700 ლარი. ოპა! 800. კაროჩი მართლა 19 900 ლარი 1, 900 ლარი 2, 900 ლარი 3. ეს არის 27000 დოლარიანი თი, მინდა გითხრა, რომ საკმაოდ ნორმალური შენაძენია 900 ლარად. 900 ლარად კარგი არის ძაღლი. მადლობა. არაფრის გადაგეხადოს. ეხლა კი მოემზადეთ ლოტისთვის, რომელიც სიცოცხლის, ჰარმონიისა და წარმოუდგენელი ფუფუნების უმაღლესი გამოხატულებაა. წარმოგიდგენთ იაპონიის ნამდვილ საგანძურს. ეს არ არის უბრალოდ თევზი თქვენი აკვარიუმისთვის. ეს არის სტატუსი, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები წლობით ელიან. ყოი კარპები 100 წელზე მეტსაც ცოცხლობენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ყიდულობთ ოჯახის წევრს, რომელიც თქვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი გაახარებს. განსაკუთრებით კი გიორგი მგალობლიშვილს ჯითუჯის. ეს მე დავამატე, იმიტომ რომ ჯითუჯის ძალიან უყვარს თევზები და აბა ვინ შეუძენს? 100 ლარი. არა 200 ლარი არა პრობლემა ბაცა. 200 ლარი 1, 300 ლარი 1, 400 ლარი 1, 500 ლარი 1, 600. 600 ლარი 1, 600 ლარი 700 ლარი 1, 700 ლარი 2, 700 ლარი 3. მინდოდა და ლაშა ჭიჭყინა, ბლოკო, კიდე დებილობა იყინა ბიჭო. კიდე დებილობა ბიჭო, აცი არ გამადი. ხელებს დააკვირდი. ლაშა, ხელებს დააკვირდი, როგორ გართმევ ახლა? ჩამეხუტე. თუ არ ჩამომართვე, თავიდან დავიწყებ. დაიწყე. თავიდან დავიწყო? ვიდ. აუქციონს ვიწყებ თავიდან. ზუსტად ვიციო დირკა. ლაშა, რამდენი თქვი ბოლოს? 700 ლარი 1, 700 ლარი 2, 700 ლარი. ამაგდეს არ დადგავდი. შენ თუ მაგდეს დადგავ, მეორე აუქციონსაც წაგაყვანებ. არ დავდგავ მაგდენს, მინდოდა რომ შენ დაწეულიყავი ამ ხალხს. და ვერ დავეცი. 39500 G2
აი ჯი თუ რო არ გეთქვა მართლა არ ვიყიდდი. ხანდაო! აუ ვიფიქრე რა. თევზი ხვალ გავიქნიო მეთქი რა 800. გიორგი, თევზები საკმაოდ ბევრ რამეში შეიძლება გამოიყენო. გაიხსენე ჯეთუჯეს რესთვის ყავს ეს თევზები. ამას კბილები არ აქვს, ხო? ამათ კბილები არ აქვს. თან პატარები არიან, ლაშა. ძალიან პატარები ამ ხელები. კარგი, გადავიდეთ შემდეგ ლოტუკაზე. ისა 200. 200 წინასწარ მიღებულია ყოველთვის შენ. არ არის ყოველთვის. ლეგენდარული ჯგუფის ლეგენდარული ინსტრუმენტი. აუ ეგ სიმღერა მიყვარს. დისკის მფლობელი ალბომებით და ცოცხალი და სინთეზური ხმების შეჯვარებით. დღეს კი თქვენ შეგიძლიათ დაეუფლოთ მათ მიერ ტურში გამოყენებულ სინთეზატორს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ მეზობლებს ღამით წილით დაუბრუნოთ. დაამთავრეთ, რაღაც თქმა მინდა. დიახ. მე რო ვიყო ლოტების შემდგენელი ლაბა, მიხვდებით? აიც რას ვიზავდი? აი 39000-იან რო გამოვიტანე, დირკა არ ყოფილა მაგის მერე და დირკას ჩავსვათ. მიუზის რაღაცას გავუეჭრე. 200 ლარი ერთი. 200 ლარი. 2 ვისაც გული გაქვს 300 თქვით მადლობა. კაცი, რა წამოიგე? 300 ლარის დედავატირე, ბიჭო მიუზდებ, $850 რაღაც რომ მოგცე. 850 არაგერს, ეს ის $4000. 300 ლარი ერთი. ოპა, 300 ლარი არ 300 ლარი ერთი. 300 ლარი ორი. 400. ნახე ბიჭო ეს ჩემს წინ რა გინდა? შენ ძმაო ითამაშე შენ ყოჩ. 400 ლარი ერთი. 400 ლარი ორი და 400. ხავай 500 ლარი. რა გიჟე? რატო აგიჟე? 500 ლარი ერთი. 500 ლარი ორი და 500 ლარი 3. დირკა არ არის თუ შეხედავ ლაშამ რაც შეიძინა. მაგრამ ანუ ლაშაზე ორჯერ მეტია. უეჭველი ლეობა. მე რამან 1000 შეძობას ვიცავარ, გითხარით ლოგიკა და ზუსტად დირკა გავა. ლოგიკა. აჩი, მინდა მოგილოცო, რომ ეგ შენ შეიძინე, იმიტომ რომ ფული დაგრჩებოდა ოხრად. მე გითხარით წეგან, რომ შეიძლება დღეისათვის ბოლო ლოტი იყოს თქო, მაგრამ არ იყო ბოლო ლოტი, რა თქმა უნდა. შემდეგი ლოტი არ არის უბრალოდ კომპიუტერი. ეს არის საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სერვერი. არანაირი ყოველთვიური გადასახადი ChatGPT-ში ან სხვა სერვისებში. თქვენ გაქვთ საკუთარი პირადი ტვინი, რომელიც მხოლოდ თქვენ ემსახურება. 200 ლარი, 300 ლარი. 300 ლარი ორი. შემდეგი ფოტო მაინტერესებს. შემდეგი ფოტო ვარ. ხო, მართლა. ლამბდა ვექტორსი. და 300 ლარი. 300. ვის მიაქ? ის. აუ! 3. 300 ლარი რატო გაატარე ძმაო? 1000 რაღაცა გაქვს თან. გააგავ ბიჭო. 800 მაქვს, შენ და შენამდენი და მე 1000 მაქვს. მე აწია 400 და აგიწევს 500. არა, უეჭველი ძვირი ღირება. 300 ლარად. სურო 850 ლარიანი იყოს. არა. მე გილოცავ. 850 ლარი დაახლოებით, ხო, მაგდენზე უნდა გაამრავლო. გადაო. ეუბნებით. წარმოგიდგენთ დისნეის პარკების ორიგინალ ავთენტურ მიკი მაუსის კოსტუმის თავს. ეს არ არის მაღაზიაში ნაყიდი ნიღაბი, ეს არის ისტორიული ექსპონატი, რომელიც წლების განმავლობაში დისნეის პარკებში ათასობით ბავშვსა და ზრდასრულს ღიმილს ჰქრიდა. პოპ კულტურის ნამდვილი არტეფაქტი, მიკი მაუსის კოსტუმის თავი, რომელიც 1978 წელს პარიზის დისნეილენდში მოღვაწეობდა. დიახ, და ღირს $80. ეს ღირს 100 ლარი. 200 მიღებულია მე არ ლაშასგან. მოქვს არაფერი ნათქვამი. 100 ლარი გამატაი. 200 მივიღე ლაშასგან. აჰა, 200 ლარი. 300. 300 აჩისგან. დაატანოთ 300 ლარად. მე დავიტოვებ რაღაცა პატარა ფულს. ეს ხო მართლა ნუ მკერავ ეგ. 400 ლარს ვიხდი, ნახევარ ფულს. 400 ლარი ვაჟა ბასტო. 400 ლარს ვიხდი, ანუ კალა. ფული ნახევარ. ეს? მაგარია. ნახევარს ვიხდი მიკი მაუსის თავში. ნერვები არ მომიშალა. 400 ლარი ერთი. ეს ორიგინალი თავია. 400 ლარი ორი. არ გაატანო. 500 თქვი და რატო? გითხარი, არ მინდა. 500 თქვი, იმიტომ რომ ეს მეც გადაიხდა. შენ ბიჭო გაჩუმდი რა. თუ არ დამშვიდებით ჩავშლი გადაცემას. 400 ლარი ერთი. 400 ლარი, 500 ლარი. 500. 600 არა, ლარი. 500 მინდოდა. არა, 600 გამოვიდა. არა, 600 არ მაქვს. 600 ლარი ერთი. 100 ლარი. კონკი ხარ. რა მიგაჩ? მიკი მაუსის თავი შეჩემა. 100 ტონა ფარილი, ფორმულაში დავაყენე მიკი მაუსის თავი, წარმოგიდგენთ. 800 ლარი ერთი. მე და შეიძლება ოხრად დაგრჩეთ ფული 800 ლარი ერთი. 800 ლარი. 800 ლარი.
900 ლარი 1 900 ლარი 2 900 ლარი 3 ყველაზე ძვირია ძმაო ე 100 არა ყველაზე მართლა ყველაზე ძვირია რა ყველაზე ძვირია 200 ლარი მიღებულია, რადგან შემდეგი ლოტი ყველანაირ ლოგიკას და საზღვრებს არღვევს, ეს არის ლოტი, რომელმაც 2005 წელს მთელი მსოფლიო აალაპარაკა. შემდეგი ლოტი მათთვისაა, ვისი გულისცემაც მხოლოდ მაშინ ჩქარდება, როცა საფრთხეს თვალებში უყურებს. წარმოგიდგენთ ნივთს, რომელიც განკუთვნილია მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ექსპედიციისთვის. პროფესიონალურ ფოლადის გალიას თეთრ ზვიგენთან შესახვედრად. ფულის ნახევარს არა ნერვებს ნუმიშ მოდი გავაერთიავთ ლაშა მეგობრებო, ჩვენ ინოვაციური შემთხვევა გვაქვს, ოზის მეორე ფოტო დაავიწყდა, შეაგინეთ კომენტარებში. გათათხეთ. არხზე გადადით, unsubscribe გაუკეთეთ. Რამდენი სიხდი? 800 ან 800 არ ვიხდი მე ვიხდი ჯერჯერობით 300 მაგ გაბიდული 300 ლარი ვაჟასგან, შე? მე 400-ს გადავიხდი. 400 ლარი გევორქისგან. რა დაიხანო? თი, ბოლო ლოტი შეიძლება იყოს? 500-ო 500 ლარი 1, აი ჰა. 600 ლარი 1, 700 ლარი 800 ლარი 800 ლარი ვაჟაგოგუა 1, 800 ლარი ვაჟაგოგუა 900 ლარი და ავტომატურად გაყიდულია, იმიტომ რომ 900 ლარი არავის აღარ აქვს და 900 ლარად შეიძლება 21200-იანი ნივთი. მეგობრებო, დღევანდელი გადაცემა გრძელდება, რა თქმა უნდა. რადგან შემდეგი ლოტი ყველანაირ ლოგიკას და საზღვრებს არღვევს, ეს არის ლოტი, რომელმაც 2005 წელს მთელი მსოფლიო აალაპარაკა. რეკლამა ადამიანის შუბლზე. ამერიკელმა ვებ დეველოპერმა ენდრიუ ფიშერმა საკუთარი შუბლი აუქციონზე გაიტანა, ვინც ყველაზე მეც გადაიხდიდა და ენდრიუ მის ლოგოს ან რეკლამას შუბლზე ტატუთი 30 დღის განმავლობაში ატარებდა. შუბლი რა უნდა ღირდეს შეშმა ანუ ნამუსი არა გაკ აი ამის პერუეგ მოგა 200 ლარი 1, აცი ანუ ეს 200 ლარი 2 და 200 ლარი შენ ჯერ ბასტომაცე მე შენ არა, ერთდროულად იყო აწეული. 200 ლარი 1, 200 ლარი 2 გარანტია და $100-იან რაღაც 300 ლარი 1, 400 ვერ გავიგე. 400 ლარი 1. ეხა აწიე. შეიტოს მიცავა რა აწიე, ბიჭო, შენ გიჟი ხوار. 300 მინაცა ტიპა 300-ო და აი ესე გააკეთე. კი მაწია და მე შენ 400 აწიე. 400 ლარი 1, აწი 400 ლარი 2 და 400 ლარი 3. გაყიდულია. 300 რატო აქვს? აუციე და 400-ო და დავკრა ვეთვლიდი და ჩემი აზრით ეს ღირს $800 არა $20000 $800 ღირს ვიდეო გაგშეტევი $20000 ღირს მართლა $800 ღირს რა 27000 ბიჭო ხო დაგიჟს ანუ ბროდვეიზე რეკლამა ღირს ეს ტიპი აი არ იმაშა გაიარეს $800 მაგ მეხუთე ადგილზე გავიდა გიორგი კალატოზი 60500 ქულით. მეოთხე ადგილზე გავიდა აჩი 72790 და 57 ცენტით. მესამე ადგილზე გავიდა ლაშა გელოვანი 98850 რემპეიჯით და მეორე და პირველ ადგილზე საკამაო ბრძოლის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა თი 99200-ით და პირველ ადგილზე რა თქმა უნდა როგორც შევთანხმდით ვაჟა შენ გახვედი 107365 ქულით ბრავო ბრავო მადლობა რომ დღეს ჩემი სტუმრები იყავით თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწელა პატალებო არ დაგავიწყდეთ თქვენ კიდე დიდებო არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ გამოიწერეთ არხი და იყავით ბედნიერები ლაშასთან ერთად რომელსაც ახალი სპონსორები ეყოლება